გოგა რატომ მაინც და მაინც ლენდმარკი გამორჩეული სასტუმრო არის ძალიან კომფორტული სასტუმრო არის ტერიტორიულად ან გეოგრაფიულად მომგებიანი არის ყველაფერი მოწონს აქ არც საყვები აქვს ცუდი პირიქით მინდა გითხრა მაგრამ სამწუხაროდ ეხლა გადავწყვიტე მანამ თვითონ დიეტაზე დავჯდე და ფოთლებს ვატავ ნახოთ რა და როგორ იქნება Adventures Live Geo პრინციპში კარგად გამოძინებულები კი ვართ ბატონო გოგა როგორც ყოველთვის ლენდმარკი გვერდში უკრავს ჩვენს არხს საქართველოს მონადირეებს და მსროლებს დღეს მეგობრებო შემოგთავაზებთ სროლებს დღეს შევიკრიბეთ ბათუმში უკვე მეორეჯერ პირველი იყო 2 და 3 მაისს ეს იყო ინგლისურ სპორტინგში ისევე სარეიტინგო შეჯიბრით მოძრავ სამიზნეზე სროლაში დღეს შეკრებილი ვართ საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი არის ეგ არის კომპაქტ სპორტინგი ცოტა განსხვავებული სპორტია ინგლისურ სპორტინგთან დაკავშირებით აქ არიან ყველაზე მეტი რაც მახსოვს ჩემს ცნობიერებაში 74 მონაწილეა მათ შორის არის A, B, C და D კლასის წარმომადგენლები ანუ აბსოლუტური კლასი სადაც შეუძლია ყველამ გაიმარჯვოს საინტერესოა ეს ფაქტიც რომ ყველამ გაიმარჯვოს თუ შესაბამის შედეგს დადებს და მიიღებს აბსოლუტური პრიზს ასევე არიან B კლასის წარმომადგენლები და ასევე C კლასის და D ყველაზე საინტერესოა იქიდან გამომდინარე რომ ჩვეულებრივი მონადირეები გამოუცდელები მეტნაკლებად გამოუცდელი მონადირეები ისვრიან და გამოცდიან თავიანთ ძალებს ზუსტ სროლაში გარემოზე გაფრთხილების და შენი საკუთარი ძალების გამოცდილების ყველაზე კარგი მიდგომა ეს სპორტი ჩემის აზრით ვისაც უყვარს სროლა ვისაც უყვარს ნადირობა მობრძანდეს, ინადიროს. ანუ მე როგორც ხვდები, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ მონაწილეობის მიღება. ნებისმიერ სურვილს შეუძლია მონაწილეობა, მიუხედავად ასაკისა და რა თქმა უნდა განურჩევლად სქესისა. სად შეიძლება რომ სხვა დროს მაგალითად ინფორმაცია მიიღოს ადამიანმა დაინტერესებულმა მსროლელმა. ეხლა ჩვენ წარმოვადგენთ ბათუმის სროლის მოყვარულთა კლუბს. ბათუმის სროლის მოყვარულთა კლუბს აქვს შესაბამისი Facebook გვერდი. ძალიან ბევრი 90-მდე საფედერაციის წევრები არიან, რომლებიც ფაქტიურად კომუნიკაციები არსებობს Facebook გვერდებზე დაკვირვება, ასევე ვაანონსებთ წინასწარ ჩვენს ეჯიბს, ასევე არსებობს ფედერაციის გვერდი, სადაც იდება კალენდარი და ამ კალენდარში არის ჩამონათვალი როდის გაცხრილული როდის და სად ტარდება სარეიტინგო ჩემპიონატი კომპაქტ სპორტინგში. ზოგჯერ ვაანონსებთ კიდეც საკუთარ Facebook გვერდებზე და რა ვიცი, საინფორმაციო არის. საწევრო გააჩნია რეგიონების მიხედვითაა, მაგალითად, ეხლა ჩვენ შემთხვევაში არის D კლასისთვის დამწყები მონადირეებისათვის არის 75 ლარი, ხოლო სპორტინგ ფედერაციის წევრებისათვის 150 ლარია. და ძალიან მისასალმებელი არის. პირველად მონაწილეობთ? ო. შედეგი გვაქვს უკვე? ჯერ რაღაცილი ვაპირე. ამედის კმაყოფილი ხარ? ბათუმური. მონადირო. სუფთა სანადირო ამენდია. გამარჯობა. შედეგი რა გაქვთ? შედეგი ძირითადად ექებს გავარდი. დია. კარგი კმაყოფილი ხარ? რო დასველდი, წამოდი შევეპაროთ. პირველად მონაწილეო? არა. ბათუმში კი. ხო, ისე გამოცდილება გაქვს, ხო? მესამე ტურნირია. ქულა რამდენი გაქვს ახლა დაგროვილი? აქ მაქვს მე მგონი, ვიდრე არ მეგონი 118. შემოგიარეთ. გასაგებია, რა თქმა უნდა. სიამოვნებისთვის იღებს ბავშვი მონაწილეობას ფულებს არ ტკიცებს. ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა მე რო ვიტყვი. რა თქმა უნდა. ასაკი რა არის? 12 წელი. 12 არ გადამრიო, ხოჭარი.
ბატონო ასლან, მე როგორც ვიცი, სპონსორებიც ყურადღებით არიან თქვენს მიმართ, ხო? ესე იგი, ჩვენს ღონისძიებას ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი სპონსორები ყავს. ჩვენი სპონსორები არის ბათუმის მერია, ბათუმის სპორტული ცენტრი, რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევით გვეხმარება, გვერდში გვიდგანა. ამ სპორტის, ასე ვთქვათ, სული და გული არიან ბიჭები და უნდათ რომ რაღაც ესეთი აქტივობა უფრო მრავალი და მრავალი იყოს და კიდე ბევრ რაღაცას გვთავაზობენ რომ მოდი ბიჭებო ეს გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლიერი ვარ ბათუმის ცენტრის, ასევე ჩვენი სპონსორია კროკობეთი ასევე და დანარჩენი ჩვენ და ჩვენი ძალები. ეს შეჯიბრი ერთ-ერთი ეტაპია დაახლოებით 10 შეჯიბრიანი სერიისა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება. და 203-მიზნიანი შეჯიბრია, რაც საერთაშორისო დონის შეჯიბრებს უთანაბრებს აღნიშნულ შეჯიბრს. 75 მონაწილეა დარეგისტრირებული, აქედან 25 მონაწილე D კატეგორიაში ადგილობრივები არიან, მონადირეებს ეძახით ხოლმე, არა პროფესიონალები, ესე ვთქვათ, რომლებიც პირველად, მეორედ და არის ფრიან, ესე ვთქვათ, ამ სპორტით არ არიან დაკავებული. და 50 კაცი ფედერაციის წარმომადგენელია, რომელიც უკვე სარეიტინგოდ ეჭიდავება ერთმანეთს, რომ უკეთესი ქულები დააგროვოს, გამარჯვება მოიპოვოს და საერთო რეიტინგში, ესე ვთქვათ, თასის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდეს. მე როგორც დავაკვირდე, მსოფლიო ჩემპიონატებშიც ღებულობენ მონაწილეობას უკვე ჩვენი სპორტსმენები და ვიცი რომ ახლო მომავალშიც იგეგმება რაღაცა მსგავსი. ეხა თვის ბოლოს, მაისის ბოლოს 28-დან 31-ის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატი იმართება კომპაქტ სპორტინგში საფრანგეთში. საქართველოსდან დაახლოებით 10 სპორტსმენი არის დარეგისტრირებული. ჩვენი ნაკრები გვეყოლება როგორც სენიორთა კატეგორიაში 55 წელს ზემოთ, ასევე ღია კლასში. ორი გუნდი იასპარეზებს და რაღაც იმედი გვაქვს, რომ კაი შედეგები გვექნება და ზოგადად ევროპაზე დაახლოებით 500-დან 600 სპორტსმენამდე იყრის ხოლმე თავს, იმდენად პოპულარული სპორტია და განვითარებადი სპორტია. საქართველოშიც ნაბიჯებს იდგავს, მართალია ჯერ ევროპას ჩამორჩებით ინფრასტრუქტურით, იმიტომ რომ ფაქტიურად ესეთი სტაციონარული მოედნები მარტო ერთია, თბილისში რაც არის და ნუ ერთი პატარა საირმეშია და აი იმ დონეზე ზოგადად რაც ჩვენთან არის, ესე გვიწევს ხოლმე მინდორში გაშლა ამ აპარატების და ესე ვთქვათ მისადაგება იმ პირობებში, რომ ეს არ გვაქვს ზოგადად სასროლეთი. და იმედია რომ, რა ვიცი, სახელმწიფოს დახმარებითაც, ისეც სპონსორების დახმარებით უკვე არის გეგმაში და ნელ-ნელა აღმოცენდება ესეთი სასროლეთები და რაც წინ წაწევს კიდე ამ სპორტს და მეტ ხალხს დაინტერესებს. წელს გავაკეთეთ ძალიან მინდა ვთქვა რომ მაღალი დონის საიტი სპორტინგის ფედერაციამ სპორტინგ-ჯიზე შეუძლია ყველა მსურველს შევიდეს, ყველა შეჯიბრის შედეგები ნახოს, როგორც ლაივში, ასევე ჩატარებული შეჯიბრების შედეგები დევს, ასევე ყველა ინფორმაცია არის წევრებზე, გაწევრიანებაზე თუ სურვილს გამოიჩენს ვინმე რომ ფედერაციაში გაწევრიანდეს და მოკლედ ძალიან კაი საიტია და რეკომენდაციას უწევს ყველას რომ შევიდნენ და გაეცნონ ამ სპორტის მიმდინარეობას საქართველოში. ვისურვებდი რომ ლაივ რეჟიმში არსებობდეს სროლების ნახვაც. ეგ ძალიან მაგარი იქნება თუ შევძელით. გაიხარეთ, მადლობა. ბათუმის სროლის მოყვართა კლუბს უკვე შექმნა ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად მას აქვს ყველა ინვენტარი და აღჭურვილობა მისათვის, რომ
თავისუფალ ტერიტორიაზე ჩაატაროს ასეთი შეჯიბრებები და მომავალში იმას ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის წესით გამოუყოფს მუდმივ ადგილს, სადაც ივარჯიშებენ კიდე სპორტსმენები, ადგილობრივები, რათა განვითარდეს ეს სპორტი და ჩართულობა მეტი იყოს. საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი კომპაქტ სპორტინგში მზიან აჭარაში იმდენად საინტერესო იყო, რომ დღის შუქის არ გვეყო და ღამეშიც კი გავაგრძელეთ ასპარეზობა. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თქვენთაგანს მონაწილეობისთვის, გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საჯებს ძალიან გულითადი შრომისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს სპორტინგის ფედერაციას, ყველა წევრს არ დავიწყებ ჩამოთვლას, ყველა ჩვენი მეგობარია გაწეული შრომისთვის, ხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რომელსაც დღემდე აკეთებს ამ სპორტის განვითარებისთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ფინანსური მხარდაჭერისთვის ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის სასპორტო ცენტრს, სპორტულ ცენტრს, იმისთვის, რომ დღევანდელი დღეც ასე წარმატებულად ჩატარებულიყო. მოგეთ არ მინდა რომ ვინმე გამომჩეს მთლიან ტექნიკურ ჯგუფს, აბსოლუტურად ყველას თუ ვინმე გამომჩება მაპატიეთ და ეხლა გადავალ დაჯილდოებაზე. მოკლედ, პირველი დავიწყებთ D კატეგორიის მონადირეთა კლასით დაჯილდოებას. მესამე ადგილზე ჯილდოვდება ნიკა ჟღენტი 71 დაზიანებული სამიზნეთი 100 გასროლიდან. რომელიც ასევე ჯილდოვდება მესამე ადგილი ხო არის 100 ერთეული ვაზნა კომპანია პრედატორ ჯორჯიასკა, რომელიც არის ჩვენი ერთგული მხარდამჭერი, რომელმაც წინა ღონისძიებაზე საკმაოდ მრავალფეროვანი საჩუქრები გადასცა მონაწილეებს და გამარჯვებულებს. ასევე კროკოშოპისგან 50 ლარიანი ვაუჩერი იმისთვის, რომ შეიძინოთ თქვენთვის ასურველი ნივთი, რომელსაც მოგიტანებენ საცხოვრებელ მისამართზე. მეორე ადგილზე გიგო არევაზოვი 80 დაზიანებული სამიზნე და გადასროლაში 15 დაზიანებული სამიზნე 100 გასროლიდან. გადასროლაში კიდე დაგმოვიწყდა. ეს შემდგომ შეგიძლიათ წაიღოთ 150 ვაზნა კომპანია პრედატორ ჯორჯიასგან და ამავდროულად თქვენ გიწევთ 100 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან, რომელიც შეგიძლიათ ონლაინ იშოპინგოთ. D კატეგორიის მონადირეთა კლასის გამარჯვებული გახლავთ გიგა კიკნაველიძე 80 დაზიანებული სამიზნე და გადასროლაში 16 დაზიანებული სამიზნე. მიულოცოთ მეგობრებო, საკმაოდ ბრწყინვალე შედეგია მონადირეთა კლასში D კატეგორიაში. სამივე მონაწილის უნდა აღინიშნოს ეს თქვენ. ხოლო პრედატორ ჯორჯიასგან 150 ვაზნა თქვენ, 100 ლარიანი ვაუჩერი კროკოშოპისგან და ასევე დამავიწყდა, გამოვაცხადებ მერე რომ არ დამავიწყდეთ ქალაქ ბათუმის მერიისგან პირველ ადგილს 300 ლარიანი, მეორე ადგილს 200 ლარიანი, ხოლო მესამე ადგილს 100 ლარიანი ფულადი ვაუჩერები, რომლებიც დაგერიცხებათ თქვენივე ანგარიშებზე. ეხა ჩემი საყვარელი C კატეგორია. მოკლედ, მესამე ადგილის გამარჯვებული გახლავთ კახაბერ ტაბაღუა 171 დაზიანებული სამიზნე. ბრწყინვალე შედეგია მეგობრებო. 50 ლარიანი ვაუჩერი შეგიძლია იშოპინგო კროკოშოპის ვებსაიტზე. C კატეგორიის მეორე ადგილოსანი თეიმურას თოდუა 178 დაზიანებული სამიზნე. მეგონი პირდაპირ კატეგორია აბსოლუტურში მოდიან.
ესეც შენ მეგობარო 100 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან შეგიძლია იშოპინგო ონლაინ. ხოლო C კლასის გამარჯვებული ბაჩანა ჩხაიძე აღმოჩნდა 1,100 აჭარაში რჩება 179 დაზიანებული სამიზნე და პირველი 25 გაკეთებული აჭარიდან ბათუმიდან პირველი 25. ასევე 150 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან გაჩვენებთ რომ ყველასთვის იგივე იქნება ეს არის პრედატორ ჯორჯიასგან პნევმატური პისტოლეტი და ვაზნები იმისთვის რომ წერის სეზონი მოდის და მარტივად მოახდინოთ თქვენი 4 ფეხა მეგობრების ეგრეთ წოდებული დაგეშვა როგორ არის ქართულად არ ვიცი B კატეგორია მოკლედ მეგობრებო მესამე ადგილის გამარჯვებული გახლავთ გიორგი ისაკაძე მესამე ადგილის 186 დაზიანებული მეშლება ბადრი გაბისკირია ბადრი ბადრი აქ შეგვეშალა ბატონო ბადრი მამატიეთ არა იქ ახობს ეცტომა დაუღა გადასარდები არა უშავს 180 რამდენი სამიზნეა 4 ხო აი შენ ისა ია ესა მოკლედ ამას შეასწორებენ და ბუნებრივია A კატეგორიის ლიცენზია ასევე ხო ასე ბატონო ბადრი მეორეთ არის კი დარწმუნებული ვარ მიიღებთ მოკლედ ამას გადმოგცემენ თქვენ ასევე მესამე ადგილია ხო მასტერ სპორტა კი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან და კიდე ერთხელ ვამბობ რომ ფულადი პრიზები პირველი ადგილი 300 მეორე 200 მესამე ადგილი 100 ლარი ქალაქ ბათუმის მერიისგან ბესი კაპანაძე B კატეგორიის მეორე ადგილოსანი 186 დაზიანებული სამიზნე და გადაზროლაში 16 დაზიანებული სამიზნე ეს სერტიფიკატი რომ ნამდვილად ყველაფერი 100 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან და ფულადი პრიზი რომელიც დაგერიცხებათ ქალაქ ბათუმის მერიისგან ხოლო პირველ ადგილოსანი B კატეგორიის გამარჯვებული ბატონი გიორგი ისაკაძე 186 დაზიანებული სამიზნე ღამის კარგი მხედველობის მქონე მონადირე 23 დაზიანებული სამიზნე გადასროლაში გილოცავთ ეს 150 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან და ბუნებრივია პნევმატური პისტოლეტი კომპანია პრედატორ ჯორჯიასგან ლეკვები გეყოლებათ და ბაზნები იმისთვისაც თქვენი 4 ფეხა მეგობარი დაგეშოთ შემდეგი რაც შეეხება აბსოლუტურ A კლასს მესამე ადგილზე გაიმარჯვა ასევე ბესი კაპანაძემ 186 დაზიანებული სამიზნე გადასროლაში კი 16 დაზიანებული სამიზნე ბატონო ბესო ეს სერტიფიკატი ეს 50 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან ერთნაირად იქნება მეორე ადგილოსანი ისევ ბატონი გიორგი ისაკაძე 186 დაზიანებული სამიზნე 23 დაზიანებული სამიზნე გადასროლაში ეს თქვენ ბატონო გიორგი და 100 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან მიეჩვიეთ პირველ ადგილოსნებს ბატონო გიორგი პირველ ადგილს პირველ ადგილზე ხომ განსხვავებული ხომ უნდა იყოს რაღაც რაც შეეხება პირველ ადგილოსას მე თუ არ ვწდები მაპატიეთ მაგრამ გონი ეგრეა პირველი ისტორიული ციფრი მაქსიმუმი რომელიც ქართულ სპორტინგის ისტორიაში დაიწერა ეს არის 197 დაზიანებული სამიზნე და 525 დაზიანებული მოედანი როგორც არის მოკლედ ბატონო არჩილ აროშიძეს ვილოცავთ აბსოლუტური მაგი ეს თქვენ ესეც 150 ლარიანი ვაუჩერი კომპანია კროკოშოპისგან ეს თქვენი 4 ფეხა მეგობრისთვის კომპანია შეგიძლიათ და ეს რა ხდება არა მაგ გუნდური ხო გილოცავთ და მადლობა ქართული რეკორდისთვის კიდე ერთხელ აპლოდისმენტები ბატონ არჩილს
მოკლედ, რაც შეეხება მესამე ადგილი, მესამე. გუნდურ ასპარეზობას, აქაც აჭარას არ დაგვიტოვეს ადგილი. რატო ამირია რა გინდა? მესამე ადგილი. კი ბატონო, ვიწყე. მოკლედ, რაც შეეხება მესამე ადგილს, სახელი სწორად თქვიო. ზუგდიდის კლუბი სარკო მათამალებს სწორად ამბობ. აх, შეგენაცვალეთ. ესე იგი, პირველი თენგიზ მესხია, მოდი ერთად გამოვაცხადებ, ჯამურად 520 დაზიანებული სამიზნე, ბატონი თენგიზ მესხია 191, ბატონი გიგა გოგოხია 168 და რამაზ ჯიქია 171 დაზიანებული სამიზნე. ვთხოვთ მეგობრებო. მოგე სერტიფიკატები გავინაწილოთ. მოდი გიგა. ეს გიგა შენ. ჯიქია სადა? ჩემო თენგიზ. და თქვენ გადმოგეცემათ ბათუმის კლუბისგან გუნდურ შეჯიბრებებში პირველი 300, მეორე 200 და მესამე ადგილი 100 ლარიანი ფულადი პრიზები. 150 მაპარტიეს ბიჭო. თეთრის მაკეტები ისევ. იგუნა. რაც შეეხება მეორე ადგილს. მოკლედ მეორე ადგილი არის კლუბი ჩუბინი, რაჭის კლუბი, ხო ესეა, ხო არ ვწდები? არა? კლუბი ჩუბინი მაპატიეთ. მოკლედ, ბატონი 522 დაზიანებული სამიზნე ჯამურად, გიორგი ყუხალეიშვილი 155, დავით ჭინჭარაული 191 დაზიანებული სამიზნე, ბესი კაპანაძე 186 დაზიანებული სამიზნე. მიულოცოთ მეგობრებო. ჩვენი გუნდის კაპიტანი სად არის? ეც არასწორად. გიგო. არის მე გიორგი ყუხალეიშვილი. გიორგი გიგო. ბატონო ბესიკ მოდი გადმოგცეთ. ბატონო ბესიკ, ბატონო დავით, ბატონო გიორგი, გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ. ერთი ოქრო ვერ დაკიდე. სოფლიოში ყველაზე ჩქარები, ესე აღმოჩნდა პირველ ადგილოსნები რაჭის კლუბი მეგობრებო. ჯამურად 558 დაზიანებული სამიზნე, კახაბერ ხაჭაპურიძე, გიორგი ისაკაძე და არჩილ აროშიძე. ხო, კი. არჩილ აროშიძე 197, გიორგი ისაკაძე 186, კახაბერ ხაჭაპურიძე 175 დაზიანებული სამიზნე, ჯამში 558. გილოცავთ გუნდური შეჯიბრების გამარჯვებულებო. ბატონო კახაბერ, გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ. მოკლედ მეგობრებო, კიდე ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, არ მინდა რომ ვინმე გამომჩეს, აბსოლუტურად ყველას და თუ რაიმე შესაბამისად ვერ დაგახვედრეთ, ვერ მოგემსახურეთ, ვერ მოგეფერეთ, გვაპატიეთ, შემდეგში უკეთესი იქნება. მადლობა ყველაფრისთვის.